მაშინ იყო კლასებზე, ხო, დაპირისპირება. ხო. დღეს ესე კლასებად აღარ არის საზოგადოება დაყოფილი. დღეს ინტელიგენტი შეიძლება ინტელიგენტი არც მაშინ იყო მდიდარი, მაგრამ დღეს შეიძლება ვიღაცა ვინც ტვირთს ზიდავს სიტყვაზე, შენებლობაზე ხეირიანად ცხოვრობდეს, ვიდრე რომელიღაცა უნივერსიტეტის პროფესორი. სიტყვაზე, აი ესეთი კლასები დაყოფა რო აღარ გვაქვს, ხო უნდა მოეფიქრებინათ რის ნიადაგზე დააპირისპირონ საზოგადოება. ეს ძალიან კარგი საფრთხებელა აქვთ რა ხელში ჩაგდებული, მე ვთვლი რომ ეს მარტო აქ არ ხდება რუსეთი. ეს ჯერ ხო ტრამპსაც დააბრალეს არჩევნებში პუტინი ეხმარება. ნუ მერე მთელ ევროპის რომელიმე ქვეყანად ოდნავ მას ამოიღებს დამოუკიდებლობა მინდაო, სხვანაირად მინდა ჩემ ქვეყანა მართო რუსეთის ძალები იქ იმარჯვებენ. ეხლა აქაც ხო ის არის რუსეთუმე რუსეთის მონა. ესა ვართ ჩვენ ყველანი, ვისაც რა ვიცი, მე ვთხოვდი ჩემ მეგობრებსაც, აი მაჩვენეთ, მე ვერ ვხედავ თუ ვინმე საქმიანობაში რუსეთი ხელს გიშლით დღეს. მაშინ მე შეიძლება თვალები რაღაცაზე ამეხელოს, მაგრამ ნებისმიერი პროფესია აიღეთ, აკადემიური წრე, ხელოვნების წრე, არ ვიცი, მედია თავისუფალია. შეადარეთ ეხლა კი ბატონო. იმ პერიოდს და დღეს. ნუ არ ვიცი, ნებისმიერ მეცნიერებაზე აღარ ვამბობ, ბიზნესი აღარ ყაჩაღდება. ყოველი მეორე ჩემი მეგობარი იყო მცირე მეწარმე თუ ისეთი ცოტა მსხვილი თუ საშუალო ფენა ასე ვთქვათ. ყველა იყო დარეკეტებული, დაყაჩაღებული და დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. რა ვიცი, თეატრებში მიდიხარ, ყველა თეატრში რაღაც იდგმევა, გინდა ოპოზიციურ თემაზე დადგიგით. ხო და ვერ ხედავთ ამას. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ ეს ზიზღი შეინარჩუნონ. რომ ეგება რევოლუციას მიაღწიონ. იმის მაგივრად, რომ ეს ოპოზიცია იმას ამბობდეს, რომ ჩვენ იქნება მართლა უკეთესი რამე უნდათ ქვეყნისათვის, იმიტომ რომ მე ამ მთავრობასთანაც მაქვს უამრავი პრეტენზია. თუ მოგვინდება ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ ისინი დამნახონ, რომ მე ეკონომიურად უკეთ ვიცხოვრებ, თუ კი ესენი მოვიდნენ, ხო? მოვიდნენ ხელისუფლებაში, კი ბატონო. ჩვენ არავისზე ჯვარი არ უნდა დავიწეროთ, არც ერთ მთავრობაზე, ხალხმა. მაგრამ ისინი იმის მაგივრად, რომ თავის ეკონომიურ კურსზე გველაპარაკებოდნენ და გზაზე ანთხევენ სიძულვილს და კიდევ უფრო უკან ვიხევით და მათი დანახვა არ გვინდა. მე მაგალითად მაგათ საერთოდ რო დავინახავ რომელიმე ეკრანზე, სასწრაფოდ უნდა გადავთო, რომ ის ზიზღი ჩემზე კიდე არ გადმოვიდეს. და ასე იყო სამწუხაროდ ეს წარმოიდგინეთ 93 წლიდან რო დაიწყეს მესამე დასელებმა მოღვაწეობა, ახლა და 1905 წელს იყო პიკი, როდესაც ილიას წინააღმდეგ ეს საშინელი უფრო ადრე დაიწყო 1900 წლებიდან, მაგრამ 5 წელს პიკი რომ მოხდა ეს სიძულვილის წერილები და რომ მას დააბრალდა ეს ყველაფერი. 5 წელს მოხდა პირველი რევოლუცია რუსეთში და მაქიდან დაიწყო უკვე ეგ ამბავი რა, პრინციპში. იქ უკვე ის რუსეთი რაღაც ალღასავით გაპონის რევოლუციას რო უძახდნენ რა, აი მასში პრინციპში მაშინ დაიწყო ეს ამბავი ილიას წინააღმდეგ, ასეთი სუ იყო, მაგრამ მაშინ დაიწყო აი გააფრებული ბრძოლა, კი ბატონო. წარმოიდგინეთ, რომ ეს 12 წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საზოგადოებაზე აი ამ კამპანიას მოეხდინა გავლენა და როდესაც ილიამ უპასუხა მცილისწარმოებლურ კამპანიას თავის წერილით, ნუთუ ცნობილი წერილია, ამაზე რეაქცია საზოგადოებას არ ჰქონდა და ილიას გვერდში არავინ არ დაუდგა. კი იყო მცირე წრე მისი მხარდამჭერებისა, მაგრამ აი რაღაცნაირად გაიტრუნენ, ხმას არ იღებდნენ. იფიქრობდნენ რაღაცა ძალა მოდისო და არ აღმოჩნდეთ სხვა ბანაკშიო, ზოგი ხო არის ესეთი კონფორმისტი. რაც ხდება, ესე იგი, ზეწოლის ქვეშ იყო მაშინაც საზოგადოება იყო ეშინოდათ, კი ბატონო. ხოთაშორის დღესაც შეიმჩნევა ეს. კი ბატონო. აი ძალიან ბევრი პარალელებია.